Telecompanija Marneuli TV-s ეთერში ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია, ასევე დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი წარმოგიდგენ გადაცემას ქალის ხმა. საღამოშვიდობისა ძვირფასებლებო, მარნეულის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქალის ხმა, ხოლო საეთერო სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებული ვითარებისა და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ბოლო წლებში სახელმწიფომ მრავალი პროგრამა შეიმუშავა. პირველ რიგში შემუშავდა და 2009 წლიდან ამოქმედდა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა. მანამდე საქართველო შეუერთდა ეროვნული უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის ჩარჩო კონვენციას, რაც ასევე ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების დაცვისთვის საჭირო სამართლებრივი გარანტიების შექმნას. სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციიდან და სამოქმედო გეგმით ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში მრავალი პროგრამა ხორციელდება ეროვნულ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლშიც. Salamlar tamaşaçılarımız, deməli qadınların səsi verilişi efirdədir. Sizi aparıcı Bella Osipova və mən aparıcı Turacı İbrahimova salamlayırıq. Deməli Gürcüstanda vətəndaş inteqrasiyası nöqteyi nəzərdən mövcud vəziyyətdən və bu sahədə dövlətin siyasi işləri haqqında söhbət aparacaq. Deməli, bu mövzuda dövlət bir çox layihələr həyata keçirib. 2009-cu ildən əf və vətəndaş inteqrasiyasının milli konsepsiyası iş planı qüvvədədir. Bütün bu proqramlar milli azlıqların məskunlaşdığı regionlarda da həmçinin KMK-də də həyata keçirilir. პატივცემულო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ, რომ ეთერშია ტელეგადაცემა ქალის ხმა. გადაცემა მზადდება ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციისა და დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის მიერ, საქართველოს აზერბაიჯანული ახალგაზრდობის კავშირთან თანამშრომლობით. გადაცემა ხორციელდება არჩევნების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. Hörmətli tamaşaçılarımız, efirdə xəbər qeyd etdiyim kimi qadınların səsi verilişidir. Verilişi Gənc Pedaqoqlar və Psixoloqlar Asosiasiyası və Demokrat Vətəndaş İnteqrasiyası Mərkəzi tərəfindən Gürcüstan Azərbaycanlı Gənclər İttifaqı hazırlanır. Deməli, bu verilişi Beynəlxalq Seçkim Asosiasiyası maliyyələşdirir. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ საუბრობთ საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული ვითარებისა და ამ პროცესში ქალის როლის და ადგილის შესახებ. დღეს სტუდიაში იმყოფება ჩვენი თარჯიმანი და თანაწამყვანი თურაჯი იბრაგიმოვა და ჩვენი გადაცემის იურისტი, დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი ელისო ონიანი. დღევანდელი გადაცემის სტუმარია საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ქალბატონი თამარი კინწურაშვილი. ქალბატონი თამარი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ეთერში ბრძანდებით. Hörmətli tamaşaçılarımız, deməli mən də tərcümə edim. Verilişdə hüquqşünasımız Demokratiya və Vətəndaş İnteqrasiyası Mərkəzinin prezidenti Eliso Onyani hüquqşünas kimi verilişimizdə iştirak edir. Həmçinin Gürcüstan prezidenti yanında deməli əf və Vətəndaş İnteqrasiyası Şurasının rəhbəri Tamar Kinzuraşvili də bizim qonağımızdır. Biz onları salamlayırıq. ქალბატონ თამარი, პირველი შეკითხვა თქვენთან აქვს. რა ძირითად გამოწვევებს და სირთულეებს გამოიყოფდით სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით საქართველოში? პირველ რიგში მივესალმოთ თქვენ მაყურებელს, კიდევ ერთხელ მოგესალმოთ თქვენ, მოგილოცოთ ამ ახალი ძალიან საინტერესო გადაცემის დაწყება და ზოგადად წარმატება უსურვო მარნეულის ტელევიზიას, ვინაიდან რეგიონალური მედიის წვლილი ინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებულია.
რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, მე უფრო დავიწყებდი საუბარს იმ მიღწევებით, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს და შემდეგ გადავიდოდი ალბათ გამოწვევებზე, რაც კიდევ პრობლემატურად რჩება, ვინაიდან როგორც თქვენ აღნიშნეთ შესავალში, ამ თვალსაზრისით ბევრი რამ განხორციელდა სახელმწიფოს მიერ. ძალიან რთული ადამიანებს აუხსნა, თქვათ, კონცეფციის და სამოქმედო გეგმის ენაზე, რას ნიშნავს წარმატება, თუ ეს არ აისახება მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და აქ ყველაზე მთავარი მიღწევა ალბათ რაც არის, რომ რადიკალურად შეიცვალა სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომა ზოგადად ეთნიკური უმცირესობების და თანასწორობის იდეის მიმართ, რაც ყოველდღიურ მოქმედებაში აისახება. საქართველო მდიდარია მულტიკულტურული თანაცხოვრების გამოცდილებით და ჩვენ ამით ხშირად ვამაყობთ, სუფრასთან იქნება ეს თუ საერთაშორისო აღმოჩნდა ყოფითი გამოცდილების სახელმწიფოებრივი აზროვნების ჭრილში და სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გადატანა. ეს არის საკმაოდ გამომწვევი ჩვენ ვიცით რომ და ჩვენ ხედავთ ყოველდღიურ საქართველოს პრეზიდენტი მიდის სხვა კონფესიების რელიგიურ დღესასწაულებს ესწრება. ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ჟესტი, ამით ის ხაზს უსვამს თავად პოლიტიკურ გზავნილს აკეთებს მოქალაქეების მიმართ, რომ საქართველო თანაბრად ეკუთვნის მის ყველა მოქმედავად მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკას პირველ რიგში მათი ლიდერები განსაზღვრავენ და ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც რიტორიკაში ხშირად ისმოდა დისკრიმინაციული გამოხატვები და ადამიანები გაუცხოებულად გრძნობდნენ თავს. რაც შეეხება გამოწვევებს, თუ ჯერ თარგმანის საშუალება გიცეთ. Deməli, tamaşaçılarımız Tamara xanım bizim televiziyamızın yeni verilişini təbrik etdi. O deyir ki, bölgədə belə bir televiziyanın etnik deməli milli azlıqların kompakt yaşadığı, məhkumlaşdığı bölgədə belə verilişlərin yaranmasının önəmli olduğunu qeyd edir. O həmçinin həmin bu bayaq Bella xanım sual verdi ki, hansı çətinliklər var, həmin bu vətəndaş inteqrasiyası mövzusunda Gürcüstanda hansı çətinliklərimiz var. Buna cavab olaraq o dedi ki, deməli, bu yöndə bir çox layihələr həyata keçir, konsepsiya haqqında deyir, insanlara məlumat vermək mümkün deyil, çünki onların deməli, gündəlik həyatında bu bir elə də mühüm rol oynamır deyə insanları bir elə də həm bu konsepsiya maraqlandırmır. Həmçinin onu da qeyd etdi ki, deməli, etniki azlıqlara, müxtəlif millətlərin nümayəndələrinə Gürcüstanda önəm verilir. Buna nümunə kimi o prezidentimizin başqa din nümayəndələrinin dini bayramlarında gedib iştirak etdiyini göstərmək, deməli, nümunə gətirir. O deyir ki, bu heç də siyasi bir jest deyil, bu deyir, deməli, həmin insanlara diqqətin nəticəsidir. შეეხება გამოწვევებს ქალბატონებთან. მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც შემაფერხებელი ფაქტორია ინტეგრაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით არაერთი პროგრამა განხორციელდა რთული არის სახელმწიფო ენის ათვისება და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა უმაღლეს სასწავლებელში კვოტირების სისტემის შემოღებას, რათა გაჩენილიყო დამატებითი სტიმული ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის და სომხებისთვის, ასევე წლევანდელი წლიდანის ნურმა მოქმედდა ეთნიკური აფხაზებისთვისაც უმაღლეს სასწავლებელში 4+1 პროგრამის ამოქმედება, რომელიც განსხვავებით სხვა ჯგუფებისგან ითვალისწინებს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარებას უმაღლეს სასწავლებელში. ეს არის ზოგადი უნარების ტესტი აზერბაიჯანულ, სომხურ და აფხაზურ ენაზე. მომავალი წლიდან ეს ნორმა შეეხება ოსურ ენოვარ სტუდენტებსაც, რაც შესაძლებლობას იძლევა ერთი წლის უმაღლეს სასწავლებლებში შეისწავლონ სახელმწიფო ენა და შემდეგ განაგრძონ სწავლება სხვა ფაკულტეტებზე. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ენის შემსწავლელი პროგრამებით, თქვათ, გაუცხობის დაძლევა
დაწესება ვერ მოხერხდება. მედიის როლიც განსაკუთრებულია მიმართულებით, იმიტომ რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს და გაუცხოებაც სწორედ აქედან იწყება, იმიტომ რომ გიწევს სხვა წყაროები ეძებო ინფორმაციის მიღების და იყოს სხვა სივრცის ნაწილი და არა იმ სახელმწიფოსი, რომლის მოქალაქეც ხარ. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მეტი ინტერაქცია დანარჩენ საქართველოსთან და სწორედ ამაზეა მიმართული ის პროგრამები, რომელიც თქვენ აღნიშნეთ დასაწყისშივე. Deməli, Tamar xanım bayaq Bella xanımın verdiyi suala cavab olaraq bildirir ki, ən böyük problem deyir vətəndaş inteqrasiyasında olan ən böyük problem qarşımızda duran bu deyir dövlət dilini bilməməkdir. Deməli, etniki azlıqlar, milli azlıqlar dövlət dilini mənimsəməyə çalışsalar da hələ effektiv nəticəyə gəlinməyibdir. Amma deyir buna baxmayaraq bu yöndə indiyə qədər çox proqramlar həyata keçirilibdir. Deməli, bunlardan birini nümunə gətirdi ki, məsələn 4+1 proqramı ilə deməli ali təhsil ocaqlarına uşaqları qəbul etdirirlər. Deməli, güzəştlər var milli azlıqlara qarşı. Erməni, Azərbaycanlı, Abxaz və s. milli azlıqlar üçün həmin bu hazırlıq kursları və sonradan ali təhsilini davam etdirmə kursları var. Deməli, ali məktəbdə. Deməli, həmin bu da deyir ki, məhz həmin bu gənclərin dili daha da gözəl öyrənmələrinə bir həm də özlərinin gələcək inkişafına bir dəstək kimi qiymətləndirir Tamar xanım. Həmçinin qeyd edir ki, vətəndaş inteqrasiyasında mətbuatın rolu da böyükdür. Belə ki, məlumat qıtlığı var, həm bu milli azlıqların yerləşdiyi deməli məskənlərdə, yerlərdə və buna görə də mətbuatın rolu da bu sahədə böyükdür. Həmçinin infrastruktura yönündə də bir çox işlər görüləsidir. Საბატონო ელისო, რა ვითარებაა კანონმდებლობაში ეროვნული უმცირესობების დაცვის თვალსაზრისით და არის თუ არა რაიმე ცვლილებები საჭირო ამისთვის? Შემიძლია ვთქვა, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ საქართველოში კანონმდებლობა ეროვნული უმცირესობათა დაცვას რაც შეეხება საკმაოდ მაღალ დონეზე, ანუ ჩვენ გვაქვს ისეთი ბაზა, რომელსაც მაქსიმალურად არის დაცული მათი უფლებები და თავისუფლებები. ანუ როგორც აღნიშნეთ ქალბატონო ბელა, საქართველო მიუერთდა ჩარჩო კონვენციას ეროვნული უმცირესობათა დაცვის შესახებ, ამის შემდეგ შეიქმნა სამოქმედო გეგმა და ანუ თითქმის ყველა კანონმდებლობის ყველა სფეროში არის გატარებული იდეა, რომ დისკრიმინაცია აკრძალვასთან დაკავშირებით. ანუ სისხლის სამართლის კოდექსში მაგალითად მოვიყვან ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაული განხილულია როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება და რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენთან საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებები მაქსიმალურად არის დაცული. და ცვლილებებს რაც შეეხება არის ესეთ მოსაზრება, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაცია უпростоრად რომ საქართველოს მიიღოს კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ. პირადად ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არის ესეთი რომ საქართველოში როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ეროვნულ უმცირესობებს როგორც სხვა უმრავლესობების თანასწორად და ისინი თანასწორი არიან მიუხედავად მათი რელიგიისა და ეთნიკური კუთვნილებისა, არ უნდა იყოს საჭირო ეროვნული უმცირესობათა შესახებ ცალკე კანონი, რომელიც ცალკე დაარეგულირებს მათ უფლებებსა და მოვალეობებს. და ისევ ვიმეორებ, რომ ანუ საკმარისი საფუძველი, საკმარისი ბაზა არის საქართველოში იმისთვის, რომ ეროვნული უმცირესობები იყვნენ დაცულები და მათ როგორც საქართველოს სრულუფლებიანმა მოქალაქეებმა განახორციელონ თავისი უფლებები და თავისუფლებები.